მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება. ლელოს ლიდერები ახლა პარტიის ოფისში იმყოფებიან, სადაც არაერთი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერია მისული. ლელოს ოფისშია ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შალვა, რა ხდება პარტიის ოფისში და როგორია მოლოდინი? პარტიის ცენტრალური ოფისის გარეშესასვლელთან ვიმყოფებით, საიდანაც არსებობს მოლოდინი, რომ სულ ცოტა ხანში გამოჩნდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დააკავებენ პარტიის ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. როგორც იცით, დაახლოებით 1 საათის წინ გამოცხადდა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დროებით საგამოძიებო კომისიაში პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ 8 თვის ვადით ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე და ასევე მათ 2 წლის ვადით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს რის შემდეგ, როდესაც განაჩენი გამოცხადდა, პარტიის ოფისში უკვე დაიწყო პოლიტიკური ლიდერების შეკრება და მათ კონკრეტული გზავნილები გაავრცელეს. იქამდე ვიდრე აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოვიდოდნენ, განცხადება გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც თავისი სოციალური მედიის მეშვეობით მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ, დასასრული და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ახლა მე ჩემს ოპერატორსაც ვთხოვ, გადავინაცვლოთ უშუალოდ შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც გვითხრეს უკვე მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილები, რომლებიც სავარაუდოდ აი კი გამოჩნდება კადრშიც, ახლა დაინახავთ, უკვე მოსულები არიან აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ასე ვთქვათ აღასრულებენ განაჩენს, რომელიც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, უკვე პარტიის ცენტრალური ოფისისკენ მიემართებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სადაც იმყოფებიან პარტია ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და მოხდება სავარაუდოდ მათი დაკავება. ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა აქვს პირდაპირ ეთერის რეჟიმში ადევნოს თვალი მიმდინარე მოვლენებს. როგორც გითხარით, ახლა კადრში ხედავთ პარტია ლელოს ცენტრალური ოფისის შესასვლელს, რომელიც სადგურის მოედანზე მდებარეობს და ამ პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან ახლა ლელოს ლიდერები. აქვე იმყოფებიან სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და მათაც, როგორც გითხარით, უკვე გააკეთეს განცხადებები. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ ეს კომენტარები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პარტიის ოფისში გაკეთდა. დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ თუ ყველა გამოვაქვს, ყველა ლიდერი, ყველა პარტიის არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ აი საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში, განსაკუთრებით და კიდევ რამოდენიმე დიდ ქალაქში, დაირაზმება და ამათ გავყრეთ. დემონტაჟი, დეოკუპაცია დაიწყოს თბილისიდან. ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და მე ჩვენ მეგობრებს ციხეში დაუმტკიცებ, რომ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. ზურასაც, ნიკასაც. ეხლა სახში ჯდომა, ხელები ჩამოყრა, ყურები ჩამოყრა არის დანაშაული. დანაშაული, ეს უნდა ბიძინას. ამის უფლება არ უნდა მივცეთ რა. თბილისი უნდა დავიბრუნოთ და დავშალოთ ეს რუსული, ესე თქვა რეჟიმი და ამას გავაკეთებ დაუცილებლად. ბიძინა ვისაც შეეშინებს, იმის დედავატირებ მე. ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მის ხელისუფლების ქართული ხალხის მიერ გასტუმრებით აუცილებლად და ამიტომ ეს არის გამიძნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაივფლოთ და ყველას მინდა უთხრა პირიქით ამან უნდა მოგცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხავენ, ვერანაირ საპატიმრო, ვერანაირ უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირ სადამშელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცრუებინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი. ეს არის საწყისი დასასრულისა. ამიტომ ყველანი ვიყოთ მხნეთ, როგორც არიან მამუკაც და ბადრიც, ახლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ერთად, არიან ძალიან დიდი შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მართლა მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი აღარ ეშველება. ვართ მყარად, ვართ ერთიანები. არავის მაგათ საჟელის არ ეშინია, პირიქით
ჩვენ ზუსტად და კარგად გვაქვს გააზრებული რა პროცესში ვიმყოფებით. საქართველოს მართავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც უნდა რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს დაუკეტოს კარი ევროკავშირისკენ. ჩვენ კი ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, იყოს დემოკრატიული, იყოს სამართლიანი სასამართლო, კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი. და ამას აუცილებლად მივაღწევთ. სიმართლე გაიმარჯვებს, ასე რომ აბსოლუტურად მოსაოდნელი იყო, ეს ხო სისუსტეა. სისუსტეა, იმიტომ რომ ოპონენტებს ციხეში როსვა, ესე გეშინია ამ ოპონენტების, ხო? სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია. გარდა ერთობისა და ეს ერთობა უნდა გადაიზარდოს შემდეგ დიდ მობილიზებაში და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ 4 ოქტომბერს ბუნებრივი დედლაინია ისინი აპირებენ სპექტაკლის არჩევნების ჩატარებას პარალელურად ესე ვთქვათ პოლიტიკოსები ციხეში სამოქალაქო აქტივისტები ციხეში ეს ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან თუ დავახევინებთ და დახევა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ძალას დაუპირისპირებთ ძალას ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ კიდე გავიმეორებ რამდენჯერ შეაძლოა მექნება ეროვნული სახალხო მობილიზება უნდა მოხდეს ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს თქვენ ახლა დედავთ პარტია ლელოს ცენტრალური ოფისის შესასვლელს აქ რამდენიმე წუთის წინ უკვე შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პროცედურების მიხედვით სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში პარტიის ოფისიდან გამოიყვანენ ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს როგორც იცით სულ ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ პატიმრობაში 8 თვით მოხდეს თავისუფლების აღკვეთა პარტია ლელოს ლიდერებისთვის ეს ყველაფერი კი მომდინარეობდა იქიდან რომ ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ისინი იყვნენ დაბარებულები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, მათ არ ისურვეს კომისიის პროცესზე მისვლა, რის შემდეგაც მათი მისამართით დაიწყო გამოძიება. ახლა უკვე პარტიის ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყვანენ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, როგორც გითხარით, პარტიის ოფისში იმყოფებიან ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც და აქ სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა გარკვეული განმარტებები. თქვენ შესაძლებლობა გქონდათ მოგესმინათ სხვადასხვა პარტიის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის კომენტარები, რომლებმაც განმარტეს, რომ ამ ყველაფრით მხოლოდ და მხოლოდ იწყება ბრძოლა და ამით დასრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძემ თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოქტომბრის არჩევნებში მიიღონ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, თბილისში გამარჯვება შეძლონ და როგორც მამუკა ხაზარაძემ თავის მიმართვაში აღნიშნა, ის შეეცდება, რომ ნიკა გვარამია, ასევე ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე დაარწმუნოს ამ აზრის სიმტკიცეში, როგორც იცით, ასევე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება ცოტა ხნის წინ, მან პირიქით მოსაზრება დააფიქსირა, მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა არის ბრძოლა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რათა მოხდეს ქართული ოცნების დამხობა და არჩევნებში მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ იქნება შეცდომა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ ახლა ვიმყოფებით პარტია ლელოს ცენტრალურ ოფისში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ატარებენ საპოლიციო მოქმედებებს და ცდილობენ აღასრულონ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს მიესაჯათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე მათ აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ახლა მოუწოდებენ ახლა მედიის წარმომადგენლებს, რომ დავტოვოთ შენობის შესასვლელის ტერიტორია, თუმცა ვეცდებით, რომ ჩვენს მაყურებელს პირდაპირ ეთერის რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია პარტია ლელოს ოფისში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 10 წუთის წინ გამოჩნდნენ აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ აიკი ახლა კადრში დაინახავთ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა
უნდა გადაიყვანონ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც მოხდება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. პროცედურა, როგორც გითხარით, დაკავების პროცედურა მიმდინარეობს პარტია ლელოს ცენტრალურ ოფისში ცენტრალურ გასასვლელთან, სადაც არიან მობილიზებულები ახლა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მამუკა ხაზარაძესთან გამართა შეხვედრა. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ამ დაკავებების შემდეგ გაგრძელდეს ბრძოლა და ეს არ არის დასასრული. პირიქით მათ განმარტეს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იწყება უფრო აქტიური ბრძოლა. როგორც იცით, მამუკა ხაზარაძემ თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მიმართვა მხარდამჭერებისთვის და სწორედ ამ მხარდამჭერ ვიდეოში, ასე ვთქვათ, ვიდეოში, სადაც მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, აღნიშნა, რომ უკვე ოქტომბერში მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გზით თბილისში მოახდინოს ოპოზიციამ გამარჯვება და მის სიტყვებს ვციტირებ, დაიბრუნოს თბილისი. აი ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარით ტოვებენ პარტიის ოფისს და სავარაუდოდ აქედან უკვე გადაინაცვლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატონ ბადრისაც მოვიყვანთ, თუ ცალსაკია პროცედურები. შესაძლებლობა გვაქვს მოусმინოთ მამუკა ხაზარაძეს, ასევე ბადრი ჯაფარით. აბა ვინ გველაპარაკება? მოვიდე, გამოძიებელი. ცოტა გაიშალე. მე ვარ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს გამომძიებელი. თქვენ უნდა გადაცნოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განაჩენი, რის საფუძველზეც დაკავებული ხართ საქართველოს სასამართლოს კოდექსის 350 საფუძველზე, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კანონიერი აღნიშნული განაჩენის საფუძველზე თქვენი საერთო სახე და ზომა გამოსახება რასმის თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ჩამოყალიბება საჯარო სამსახურის დაკავების უფლება ასევე განგიმართავთ რომ აღნიშნული განაჩენის გასაკუთრების უფლება გაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 30 დღის ვადაში. ასევე განგიმართავთ რომ ჩავდებულში და ხართ დაკავებული გააქვთ უფლება დუმილის, ასევე გააქვთ უფლება რომ წავდეთ ადვოკატი, ასევე გააქვთ უფლება რომ კითხვაზე პასუხის გაცემისგან შეიკავოთ თავი და რასაც ყველაფერს თქვენს მიმართ იქნება ჩამოყენებული სასამართლოში. დაკავებული ხართ, ხო დაადოთ ბორტილებს. ამ წუთებში ხედავთ რომ ბორტილი დაადეს ბადრი ჯაფარიძეს ბორტილების დასადებად მამუკა ხაზარაძეს ბატონო მამუკა ვიფიქრებდით ოდესმე რომ პარტიის სტატუსი გექნებოდა პირველად გადებდა ბორტილები რა გაქვთ საქმე
Kiki. Odia, Kiki,